გიმიძინება უკვე. Paime დედა. რა ხდება? Paime, ტუალეტში გავდიოდი და უნიტაზზე ვიღაცის მე მგონი სეპტემბერში შუქიც ვეღარავანთე. რა ვიღაცის? ეხლა ვიჭოლა გიბარ და საყიდან წავალ. ომარიკო ხო არ არის? არა, ომარიკო წინავს რა ხანია. როგორ შემეში და აშკარად რაღაცა სილუეტი დავინახე რა, ადექ წამოდი გამომყევი. და შემეში და ლამის აღარ დამჭირდა ტუალეტში წაჭერდიოდი. მისმინე ვიდრე ჯუსტი ისროლია ბოლოსკენ და თუ უკან გასულა ის იგი ვიღაცა. წამოდი რაც არის ეგარი მეშევალ, ოღონდ წინ შენი არე. შენ თუ შედიხარ წინ რატო ვიარო? რა საკეთებ? Paime დედა. რა იყო ომარიკო გული გამისკდა, ვერ გავიგე. ტუალეტში შედიხართ? არა დაგითმობთ შედიმიდი. კაი. და არავინ არ ყოფილა კაცო. წამოდი დაიძინე ერთი მეც დავწვევი და დამშვიდი ახლა ცოტა. კაი მე წავედი ვიძინებ. Paime მიშველეთ. რა მოხდა ვინ არის? არა, არაფერი, დასაკეთე სარეცხი დამეყრია საწოლზე და მე მეგონა ვიღაცა იწვა. მიდი დაიძინე ხო. დაწეკით ყველა, ძარცვა. კარები დაკეთე დროზე. Paime დედა. რა საკეთებთ კაცო? ხალხია აქ. საერთო შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მან. რა დავჯდება, რატია წარჩენილი ბანკომატში ჩამიყლაპავს კაცო. დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდო სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი. მე და ტაძრიდან თუ დარცვაში მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი, ესე გაშვებულია კალს რა. ოლეგი დაილაპარაკე მიდი როგორც კაცი კაც. რა დაველაპარაკო, გალო ეს სულელი ხო არა, ხო დამაჭერდა შუბში ტყვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი კი არა. გახსენი მეთქი სალაროები. Paime ბატონო, რა ვერ გაიგეთ? არა მაქვს უფლება, სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებრალ ლაპარაკობ. რა უბედურებაა კაცო, ამ კაცმა როგორ უნდა გვაჯობოს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის დარცვაში ვარ მოყოლილი. გათი შემეთქი ტელეფონი დროზე. კაცი ერთი ეგი არა ხიშანი ჭირი მე რა. მე მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დადგეს უყურე. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იატაკზე. ამ ჩანთაში ბლომათი მიწვია რაღაცები, კაი წონა აქვს. კი უნდა იყოს მე მგონი ისმინე ახლა. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეთი ხდება რა. ინგა ბედბანის კონცერტის ბილეთებს ყიდულობ და არ დამირიკო ცოტა ხანი. ლევანი? დედა ვინ ლევანის კონცერტია გოგო? რა ლევანი ბედბანის კონცერტი მეთქი. 7000 კაცია შემწის რიგში და 3 ბილეთი უნდა ვიყიდო. გული მიგზნებს ძალიან კარგს, მე მგონი რომ ვიყიდით. გული კარგს კი გიძვებს აჩქარებული გაქვს. 3 ჭიქა ყავა დალია ბოლო 1 საათში. აუ ერთი წუთი, მაგ ყველაფერს როგორ ვყიდულობთ, გვაქვს ფული? საქმეც ეგაა რომ არ გვაქვს თეკლა, მაგრამ მე ხო ავიღე მერე ბარათი. ხო და ეხლა აქვთ ტრეველ აქცია. შეგიძლია ფრენა სასტუმროები და კონცერტის ბილეთები იყიდო და თანხას ახლავე კი არ ვიხდით. 6 თვეზე ვანაწილებთ 0%-ად. გოგო ეგ ბარათი არ მოგიტანია აქ. აუ მიღადავები. პუშენი სახში დამრჩა. დაურეკე მიდი ინგას და გიპასუხებს. ხო ურიკა უკვე. ხო ანასტასია. ხო. ინგა მომისმინე, ჩემ ოთახში შედი ეხლა და მანდ უნდა მქონდეს მაგიდაზე მერე ბარათი, ხო მან დამრჩა ნახე. ხო, დაიცადე, დია მოვალი ხარ. დალი გოგო ეკყავა რა. აჰა, შევედი აბა შენ ოთახში. შეატრიალი კამერა. მომისმინე, ეს არის? მერე. ხო, იგარი გჭირდება. ეხლა რა კნეიცი? მაგ ფულს გაუშვი ხელი. რა ფული, კაცო? ეგ ფული დააბრუნე მან და ბარათს გადავიღებოდები და ჩამიყარე პირადში. ეგ არის დეკლე შეგვიშვა საკითხად, წავედი. აუ რა მხელა მოედანია ხადაობ. გოგო ეს ზემოთ პილოტები იყიდე, მან იაფია ხოლმე და თელი მოედანი ჩანს მანდედან. 80 ევრო დროზე მიდი. ეგ არის მოუნიშნა ზემოთ 3 ადგილი. 13-15. აუ 13 ნომერი არ იყიდე რა ძალიან. ხო თარსი რიცხვია. გოგო მაგის დროა ეხლა. კაი ხო, თიკო დავსვათ მან. ვიყიდე. მოიცი რომელ ქვეყანაში ვიყიდე? ნიდერლანდები. აუ მან სანტა კლაუსი არ ცხოვრობს. გაიყო. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის.
ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იწყედით და მარტინის მსას უმზირა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიოდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხოს. აუ რამ ხელა მარცვლებია შიგნით? ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვრიჩი კონდა წეხან თითი. მონაწოდემეც დავიღო. აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩას მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიწვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდი რო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. დარხეული მაქვს. აუ პირველად მომიტეხე ხელი, შემომხედეთ უბრალოდ რეზ გავარ. აუ მივხვდით ამბობ უკვე მაგას. ექიმა ხო თქო რომ თავი აქ მეთყვი და პრობლემები ექნება ცოტახანი მეხსიერებისო. ხო გახსოვს? ანუ დროებით ამნეზია რო გაქვს თუ ეგეც არ გახსოვს. ცოტახანი სხვა თემაზე ილაპარაკეთ რა. თეკლა ჭამე ეგ სპაგეტი პირიც არ დაგიკარებია. ვის მინ შეუკვეთ რა. სად ვარ საერთოდ? ფრაგულეში ვარ, ტაქსით მოვედი, დინგამ გამოგვეცილა. აუ პასკაროში უკვეთ, მაგასაც მომიტანენ ალბათ. აუ მოიცადე ერთი წუთი. რა პასკა? ახალი წელი იყო უკვე? აი ეგრე ძალიან როგორ მიეჯახებ თავი გქონდა მერტყმული. აუ ძალიან მეცინება რომ თავის მithმა გიგვრის. უკანასე დენიების ქვემოთ იყავი ჩაჭედილი. შენმა მეზობელმა გელამ და თემურამა მოგიყვანეს. აუ ნეტა მაგის დავიწყება შემეძლოს. დამარცხნა და მეც ამნეზია რა იქნებოდა. ანუ რა ამნეზია, ვინმეს დაიმართა ამნეზია? აუ მაგდეს ერთ გავსინჯავ, რა გემრიელია. აქ ყველაფერი გემრიელია, იმიტომ რომ აქ ვეკეთებენ ყველაფერს უმაღლეს ხარისხის ინგრედიენტებით. სულ შეჭამე ხლა. გამარჯობა თქვენი პასკა, გემრიელად მიირთვით. აუ ძალიან დიდი მადლობა. დეცონა განახოთ. აუ გიხოცებ ეგ პასკაც გავჭრათ, რა ძალიან მომინდა. მიხედავი ბიჭო, აქ გავჭრა მე ინგა მიგამჭრის. კაი სახში მაინც გაჭერი მე რა. აუ მანქანა სად დავაყენე? თეკლა შენ მანქანა არ გყავს, ნუ დროებით. Ja, მომპარი? არა. თქო დაჭეჭკელი როა. ინგას რო თქო ბურგერი ბიუ გამოვიძახე. თქვენი სიხირსები ხართ, იცი, ერთხელ ამდგეთ აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიყოცოთ შევრები რა ვქნა. აუ კაი რა, დედა ხოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩავაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროსავით ბორშია. ჩუც კურიერი გავს. გისმენთ. კითინდუელი შემოხდა. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean? შეხედე შე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიტიშა. არ მკითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები ცალკე ყველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავძახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვართა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჭკაპურიც თუ მოხდა ხელში შემოაკუნება და ეგ იქნება რა. ინგა ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო, მოდი უყუროთ. მოვედი აბა, ნახოთ ერთი ვინები ეჯიბრებიან. დავინახე ხო. დედა რა მოტკეცილი შორტები აცვეთ რა არის ეს? დე უყური ახლა ესენი ეჯიბრებიან ერთმანეთს და ისე უწყავენ შე რო იცი ხოლმე. ნუ ბოდი ალოფო მარიკო ოღონდ რაღაცეებს რა. შეხედე როგორი პროტეზები უკეთია ტკბილებს, მზიაბებოსნაირი. რა მზიაბებოსნაირი დამცავებია ეგენი. შეხედე დაიწყო. დედა როგორი გამეტებით ურტყავენ კაცო ერთმანეთს, მსაჯი სად არის? დედა შიგ თირკმელში ჩაარტყა, რაღაცა იბარგება ეს.
ლურჯები რო აცვია წინა ტურნირი მაგ კაცმა მოიგო. ისე უტყა იმას რომ ცისხლები მოდიოდა. ხო ძლიერია ეგ აშკარად. დედა სად შეაყოფინა კაცო თავი? გაიხედეო მარიკო იქით. სულ იქით გაიხედეს მეუბნევი ხოლმე. სერიალებზეც კოცნაობა როა. შეხედინგან იქნებს ხო ჩაარტყა წიხლი. ეხლა იმ თოკებზია რომ გადმოხტება იქიდან და სულ დალეწევს ძულებში. ვაიმე დედა, რა არის რეებს უყურებთ ანასტასია, ბავშვს აყურებინებთან. გამორთეთ კაცობა, არ მომეწონა მე. მე არ უყურო შენ, ჩვენ უყურებთ. ესე იგი, წიხლი, მუშტი, იდაგვი. დედა რა კარგი ილეთია, კაცო, სად ვიყავი აქამდე. ჩართი მიდი, ყავები მზადდა და სნექებიც გვაქვს. აუ არ მომეწონათ ეს ფილმი ეგრევე წავალაკიდან. ხო გითხარ ჯობის წიგნა კი ჩართეთ მეთქი. ჯობის წიგნა კი ზეპიდად ვიცი უკვე 17 ჯერ მაქვს ნახი. კიკოს 8 ჯერ. შეკიდე შენი შეყვარებულების ჯამური რაოდენობა 2-ზე გამრავლო იმდენჯერ. აუ ერთი წუთი მომასმენინეთ რა. ანუ ეს ბავშვი ვინო, ამ კაცის შვილია? არა, ეგ ბავშვი ამ ქალის შვილი და ეგ კაცი ამ ქალის მეორე ქმარია. სადღაც გადავიდნენ ახალსახლში საცხოვრებლად დღესთან ახლოს. აუ გული კარგს არაფერს არ მიგრძნობს. რანაირად მოკვდა ეს ბავშვი? მოიცა ეს ფილმი შესავალი იყო? აუ რა ჩამირთეს ეს? მე რა მგონია ის თეთრში რო ორმოა მოთხრილი კარი რაღაცა დამარხული უეჭველი. ჯადო. აუ 3 წუთი ვიყავ ვინ გამროიპოვა ეცით სახში ჯადო? რაღაც თოჯინა იყო და ნემსები ქონდა შეგდით ჩარჩობილი. მაგრამ მე გაიყვარო თუ მე ჩამიდი ეგ თოჯინა ნემსებზე ძაფების ხუთში. მოგდა შეჭობია. დაინახეთ უკან მოჩვენება რო გაიარა. ფარდა იყო ეგ. მოჩვენება ყოფილა. აუ წყალი არ მოგიტანია. და გიზალოტოსმა პირი დამწვა. არ მომიტანე გაიდამოიტანე. გამორიცხულია ვერ გავალ მეშინია. რა გეშინია გადაობ? თუ ვერ გეშინია შენ გადი. არა მე ვერ გავალ მეშინია. წყალზე ხო ტუალეტიც მომინდა ძალიან მებზია. ტუალეტი კიდე მარტო ვერ გავალ შანსი არ არის. ის მინდა რაკნეცი მან კარადაში ქვემოთ არის ომერიკოს ძველი გარშუკი და ეგ გამოიყენე. იქით დადიოღოთ შემოსასვლელისკენ. აი ვიპოვე კი. აქეთ არ გამოიხედავთ. ანასტასია მოვედი მე. თეკლაბ რას აკეთებ შვილო?